ფიქრობ, რუსეთთან მოლაპარაკების თვალსაზრისით ყველაფერი კარგად მიდის. თუ კი რაიმე მნიშვნელოვანზე შევთანხმდებით, ამას მაშინვე გამოვაცხადებთ. შესაძლოა ეს სამშაბათსაც მოხდეს, რადგან პრეზიდენტ პუტინთან ამ დღეს მექნება საუბარი. გასულ კვირას ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და იმედი გვაქვს შევძლებთ ამ ომის დასრულებას. შეიძლება ეს ვერ მოხერხდეს, თუმცა ვფიქრობ, ამის გაკეთების საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. რა სახის დათმობებზე წასვლას აპირებთ და რა სახის დათმობებს ელით პუტინისგან ომის დასრულების მოლაპარაკებებში. ფიქრობ, მოლაპარაკების მთავარი საგანი ტერიტორიები იქნება. ომის შემდეგ ამ კუთხით ბევრი რამ შეიცვალა. ასევე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ ატომურ ელექტროსადგურებზე. ორივე მხარესთან ამ თემებზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ, როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან. გარკვეული აქტივების გადანაწილება აუცილებელი იქნება. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.